საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს რა თქმა უნდა უყურებთ საქართველოს ფანოხს და ეს ადამიანები მინდა წარმოგიდგინოთ პირველ რიგში ეს გახლავთ ანსამბლი ქვემო ქართლი რაულ ფარსადანაშვილის ხელმძღვანელობით. რაული ალბათ იცანით რა თქმა უნდა ჩვენი წინა ფანოღის გამარჯვებული გახლავთ და მოგესალმებით. ახლა კი აგიხსნით თუ რაშია საქმე. ალბათ პრინციპში მიხვდებოდით რომ დღეს გვექნება ჩვენ ცოცხალი სიმღერების შესრულების ტური. აპლოდისმენტები ამას, იმიტომ რომ ძალიან ბევრს უჭირს ასე ვთქვათ მინუსზე სიმღერა. შესაბამისად მინდა კიდევ ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ესე იგი დღეს იქნება ტური ცოცხალი შესრულების სიმღერების ტური. ხვალ კი შემოგთავაზებთ გია სურამელაშვილის სიმღერების ტურს. შესაბამისად დღესაც დაიწერება ქულები, ხვალაც დაიწერება კვირას და ეს ამ ორი გადაცემის ჯამი ესე იგი დაემატება ერთმანეთს და ასე გაირკვევა ადამიანი, რომელიც გაიმარჯვებს ან დატოვებს საქართველოს ფანოხს. ახლა კი ვახსენე ისეთი სახელი და გვარი, რომ არ შეიძლებოდა მის გარეშე ჟიური დღეს. მოკლედ ყველასთვის საყვარელი, სანატრელი, უნიჭირესი გია სურამელაშვილი კვლავ ჩვენთანაა. დიდი მადლობა, ჩემო გია, რომ მომბრძანდი, როგორ ახარ? კარგად, მადლობთ, კეთილი იყოს კიდევ და კიდევ ჩემი ფეხი. ფანოხში, მადლობა თქვენ, მადლობა ნინოს, მადლობა პროდიუსერს, მოწვევისთვის. ჩემი ტურის გამართვისთვის და რა ვიცი. განწყობა კარგი გაქვს. ამბობენ. ძალიან კარგი, აპლოდისმენტები გიას და რა თქმა უნდა ჩვენი ულამაზესი, უმშვენიერესი, ასევე უნიჭერესი ნინო ჩხეიძე ამ პროექტის სულის ჩამდგმელი და ჩვენი ბიჭები ნიკოლოზ არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი, ადამიანები, რომელიც უსახსროთ იყვას ჩვენს ქართველებს და არა მარტო მათ. მოკლედ ჩემო კარგებო, დროა უკვე მე საკმაოდ ბევრი ვისაუბრე. ერთადერთი მე მინდა შეგახსენოთ, რომ გამარჯვებულ ფანოღელს 5,000 ლარი გადაეცემა და ამ გაჭირებულ დროში ნამეტანი წაადგება ნებისმიერს, იქ არა არ ჩვენ არ ვიტყოდით თუ არს. მოკლედ ერთი აპლოდისმენტები 6 მონაწილე დაგვრჩა და პირველი თავის თავზე პირველ დარტყმას იღებს ლექსო ვარძელაშვილი. საკეიფო შედანცმა ბიჭები აქტარდების მოსაკალავაცო მასტალიო კარდანახი შავი იქნება თეთრა და მითენდეს ხამე მასტალიო კარდანახი შავი იქნება თეთრა და მითენდეს ხამე. Okay, baby, gypsy, hari, hari.
ბიჭებო თქვენ გენაცვალე ლექსო ვარძელაშვილი, მშვენიერი, მადლობა ბიჭებო, დიდი მადლობა და უნდა შევაფასოთ და გავიგოთ რა ქულა დაიწერება. ესე იგი, პირველ რიგში მინდა ჩვენს ტელემაყურებელს მივმართო, რომ დღეს ძალიან განსხვავებული და საინტერესო ტური იქნება, როგორც ვატყობ, ფანოღური, ტაბლა მივუდგით ტელევიზორებს, პატარა, თოქი, მოიმარაგეთ, ღვინო, პური, შეძლების კი, იმიტომ რომ იმ მართლაც ესეთი ფანოღური დღე გამოგვივა, შაბათი საღამო. და მეც მომინდა სიმღერა და რა ვიცი, ნახოთ, აბა შეიძლება მეც შემოგიერთდეთ ბიჭებო ცოტა ხანში. რაც შეეხება ბიჭებო, დიდი მადლობა, ძალიან მომეწონა, როგორც უწევდით აკომპანიმენტს ლექსოს. ლექსოსგან გამიკვირდა, იმიტომ რომ ლექსო არ არის ფანოღის მომღერალი. ლექსოს ძალიან კარგი და მყარი და გამართული ვოკალი აქვს, რაც ძალიან მომწონს და არ არის ადვილი აი ესე ფანოღურად სიმღერა, იმიტომ რომ რაღაცა სპეციფიური მიმდინარეობაა ეს სიმღერა და ძალიან რთულია, მაგრამ მაინც ასე თუ ისე გაართვა თავი, ხასიათი არ მომეწონა, მაგრამ ვოკალი მომეწონა ძალიან და გათამამებული ხარ, იცი რაღაც, რაც დაიწყო ფანოღი აქამდე ისე ხარ და ცდილობ ძალიან და ძალიან მონდომებული ხარ და აი ამ მონდომებას ძალიან ვაფასებ და წინსვლას შენში არ არის ადვილი რომ აი ესე გემღერა არ იყო ადვილი 10-იანს დაგიწებ. შვენიერი. დიდი მადლობა ნინოს. 10 ქულა გიას უნდა მოусმინოთ. ძალიან შებოჭილი იყავი აშკარად. უნდა გადაგეკარა ერთი ჭიქა, ან 2 ან 3, ყველა ვარიანტში. 9 ნომერი. 9 ქულა. 9 ქულა. დიდი მადლობა გიას 9 ქულისთვის. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, მინდა დიდი ბოდიში მოუხადო, არ ვიმყოფებოდით წინა ტურში მე და ნიკოლოზი, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად არის, კარგ ხასიათზე ყოფილან ადამიანები აგერ. მეც მომეჩვენა, რომ ძალიან შებოჭილი იყავი, ძალიან დაზეპირებული მიდიოდა ეს სიმღერა. დიდი მადლობა ბიჭებს აკომპანიმენტისთვის, რომელიც არაჩვეულებრივი იყო და თუმცა აქედან გამომდინარე მე მაინც 10-იანს დაგიწერ, იმიტომ რომ შვენიერი. დიდ შეიძესთან პატარა ბიჭიგაშვილის ოდის გასვლია მართალია საერთოდ ნათქვამი. 10 ქულა. 2 10-იანი, 1 9-იანი და უსმენთ ნიკოლოზ არაბიძეს. დიახ, მეც ბევრს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ნინოს მინდა დავითანხმო, რომ ჩემი აზრით თქვენი სტილი ნაკლებად არის ეს ფანოღური სტილი. თუმცა მაინც კარგად გაართვით თავი, ზედმეტნაკლებად რაღაცები მართალი არ მოგვეწონა. მე ვოკალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მეც 9-იანი უნდა დაგიწეროთ დღეს. 9 ქულა. დიდი მადლობა წარმატებები ლექსოს, წარმატებები. ბიჭებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მოგვიწევს ერთად შრომა, ცოტა კიდევ უნდა გაუძეთ, მაგრამ სიამოვნებაა ეს თქვენთვის დარწმუნებული ვარ და ჩვენი ტელემაყურებლისთვის. შემდეგი გახავთ მადონა ტალახაძე, მაგრამ იცით თქვენ რომ ჩვენ ყოველ კვირას ვამზადებთ სიუჟეტს და მოდი დღეს გავიგოთ მადონა როგორ ცხოვრობს, ფანოღის გარდა რითი საქმიანობს, რას აკეთებს და შემდეგ დაგიბრუნდებით. მე ვარ მადონა ტალახაძე, 33 წლის, თბილისიდან, დასაოჯახებელი, პროფესიით იურისტი, ყავს დედა, ბრძალი და პატარა ძმისშვილი. ასეთ გბილი და ასეთ ბილია. ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. მუშაობდი აუდიტორული ურდიული ოფისის მენეჯერი ვიყავი. ამჟამად საქართველოს ფანოღით ვარ დაკავებული. ეს არის ჩემი ოჯახი, ჩემი ძმისშვილი, მათე, ჩემი რძალი, ეს არის ჩემი დედიკო, დიასახლისი ოჯახის. მამა გარდაცვლილი მყავს, 8 წელია უკვე. დედა ელოდება განსაკუთრებით ჩემ გამოსვლებს, ჩემი მეგობრები, ჩემი ხალხი, მათე. ყველა ვისაც უყვარვარ, ყველა ელოდება ჩემ გამოსვლებს ყოველთვის ის მიცნობს და ისაც უყვარვარ. ძალიან გახარებული ვარ ამ ფაქტში, რომ მადონა საქართველოს ფანოღში მონაწილეობა მიიღო და ძალიან გახარებულები ვარ თან.
იმდენად მიყვარს საქართველოს ფანოღი, რომ ჩემ ძალმა სალომემ მომიტანა საჩუქრად ეს ჭიქა, რომელსაც აწევია საქართველოს ფანოღი. აქეთ ჩემი ფოტოთი და დამასაჩუქრა 2 დღის წინ. მადონა არის ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერად, წრეში მე და მათე და პროექტი ისეთ რაღაცა, რომელსაც მადონა ერგება კარგად და გონია, რომ ამ წონს გაიმართოთ. სიყვარულო გული რამეძოა სილამაზე მთვალები და ლამაზ გოგოს ვენაცვალები. ყველა ჟანრის მუსიკას უსმენ, რაც მელოდიურია და რაც ყურში მხდება გერები ლამაზად რა. ვერ ვიტყვი რომ როკს უსმენ, რეპს უსმენ, არა, არ მიზიდავს ეგ მუსიკა. დანარჩენია მელოდიური მუსიკა მომწონს, აბსოლუტურად ეს უცხოური ჟანრია, რუსული ჟანრია თუ ქართული ჟანრი არ აქვს მნიშვნელობა, თავარი იყოს მელოდიური და ლამაზი მოსისმენ. ჩემ ძმას უნდოდა რომ იმეყო მონაწილეობა საქართველოს ფანოღში. მაშინ ცოცხალი იყო 3 წლის წინ, პირველი სეზონი იყო თვარცდები მაშინ საქართველოს ფანოღის, ძალიან მეხვეწებოდა რომ მიედა, რატომღაც არ მინდოდა რა, ესე მასშტაბური სახით გამოჩენილიყავი და ნანოფ იმას რომ წავიდა ის ჩემი ცხოვრებიდან და ძალიან დიდი ტკივილია ეს ჩემთვის. ეს ერთ-ერთი ტკივილია, რომელიც მოუშიშებელია და რომელიც არ მორჩება ესოთის. ყველა ამბობს ღერა თუ დირილია. პირველ რიგში ჩემი თავი დამეხმარა და ჩემი ნიჭი დამეხმარა ამ ყველაფერში და მომიყვანა ფინალამდე ჩემმა სიმღერამ და ასეთ ვისი ალბათ ვიმსახურებ მოწონებას, მოცნებობ რომ ვიყო წარმატებული რაღაც გარკვეულ საქმეებში. აი ასეთი გახდათ მადონა ფანოღს გარეთ, ახლა კი ვნახოთ როგორ მოამზადა ვოკალი. მადონა ტალახაძე. მე შენი ხარობდი ეშკით რომ ხوارობდი გული რადიცალა და რატომ გამცვალა უშენოდ ძვირფასო ვერ გამიხარია რავქანა რომ იყვახა რა ჩემი ბრალია ვარდები უშენოდ ჩგენებია მოთეთარა ვარდები შენგელოდებია Mote toro vara de
ტალახაძე, შვენიერი. აბა ნახოთ ქულები. სუპერ. მე ვფიქრობ, რომ მადონა შენ ისეთი ადამიანი ხარ, რომ რაღაც შენს ადგილს ქალთა ფანოღურ საზოგადოებაში აუცილებლად დაიკავებ. მე ესე მგონია, იმიტომ რომ ძალიან შენია ეს და ძალიან გიხდება ეს და ძალიან ჯიგრიანი გოგო ხარ. კარგი. 10 ქულა, შვენიერი. გია გისმენთ, მადლობა ნინოს. ნამდვილად ძალიან ლამაზად შეასრულეთ. გემრიელად შეასრულეთ. და 9 ქულა. დიდი მადლობა გიას, შვენიერი. აბა ვახო გისმენთ. ნამდვილად ძალიან მომეწონა შესრულება ყოჩახ მადონა. მე ძალიან მიყვარს кейფი და კაი დროს ტარება ასევე პაატას ასევე სულ ადამიანებს და მყავს ერთი ფავორიტი ადამიანი ამ პროექტიდან შევიძინა სხვადასხვა რაულ ფარსადანიშვილთან ერთად თუ кейფობ ხშირად და გადასარევი მე მგონი ჩავწეროთ მადონა ჩვენს სიებში ჩვენ რიგებში რომ დროა უკვე 10-იანი რა თქმა უნდა ძალიან მომეწონა ძალიან ჯიგრიანი შესრულება იყოს დიდი მადლობა როგორ კარგათაც ვხედით ესე კარგად სვავს სვავ ხო თან ცოტას მარა ყოფნის ვასწავლით კაცო არ არის პრობლემა დიდი მადლობა ვახო ჭირიმე ესე იგი 2-10-იანი 1-9-იანი და ნიკოლოზ კაი ესე იგი გიას უნდა დავეთახმო რომ ძალიან ისე გემრიელად შეასრულა დაყოლება არ ჭირდება რა არაფრის დაყოლება არ ბეს ხო ძალიან კარგი იყო მე მომეწონა და ჩემგანაც დამსახურებული 6-იანი 10 ქულამ შვენიერი გილოცავ მადონა აპლოდისმენტებით გავაცილოთ აპლოდისმენტები არ მესმის ძალიან კარგი და ომარ პაიკიძე ნახოთ ეხლა ომარი რა შემოგთავაზებს მოკლედ გადავწყვიტე პატარა სურპრიზი გამეკეთებინა ქალბატონი ნინოსთვის და როგორც გავიგე აქვს დაბადების დღე და მინდა ამ სცენიდან მიულოცო ესეთი წითელი ვარდებით და დაბადების დღის სიმღერით და ძალიან მიყვარხართ ომარ პაიკიძე შვენიერი გადასარევი რა ვიცი არ ვიცი შვენიერად გამოვიდა ყველაფერი გამეხარდა ძალიან შეშურდათ ამათ არავინ არ შეიმჩნიეს გიას გარდა ეს ორი გადაირივნე ჩემი დაბადების დღე იყო ეს კი ჩემი დაბადების დღე იყო ჩემი სიმღერა იყო
ყვავილები ულამაზესი, ბიჭი მშვენიერი, დოლგარმონი აქ არის, გია, ჩემი გია აქ არის. რა გვინდა მეტი? არაფერი, მე ვახო და ნიკა დავჭი ფურმანის გარეშე. 10-იანი შენგენაცვალე სულ შენერები ყოველდეს. მშვენიერი, აბა გისმენთ გია? ჩაგეთალა რა თქმა უნდა. ეს ძალიან ლამაზი გამოსვლა იყო, იმიტომ რომ აქ აქცენტიანი ინოზე და აქ დავამთავრეთ ყველაფერი. ეს კარგად გაგითვლია. ამასაც ცოტა ის უნდა ხო, ეს შებერტყილი ბიჭი ხარ, გეტყობა. შებერტყილი. აბა ქულა უნდა დავწერო. რა ვიცი, აბა რა დაგიწერო? 7-ვით, 1 2 9 გადასარევი, დიდი მას იმიტომ რომ არა აქვს გია 10-იანი იქნება დაუდოთ 9-ს ყველაზე. ომარ რო გითხრა შესრულებით გადავირიეთქო მაგატყუებ, მაგრამ ძალიან მომეწონა შენი დამოკიდებულება მუსიკოსებთან, როგორ ათანხმებდი იმ დეტალებს, რაც გინდოდა რომ გაგეკეთებინა. ძალიან კარგი იყო და ეს ძალიან კარგია საერთოდ მუსიკოსისთვის, რომელიც ახერხებს შემდეგ ყველა სიტუაციაში და სივრცეში შეასრულოს კარგად სიმღერა. ოინებით პატარა იმან ცოტა დაუკლოს, იმან მოუმატოს და ასე შემდეგ. მოკლედ 10-იანს დაგიწერე ეს დღეს შენ და ჩხეიძეს ულოცავ დაბადების დღეს. იმედი 26 ნოემბერს იქნება ეს პროექტი და რამეს მაჩუქებს მონაწილე. ეხლავე დაიმახსოვრა. 10 ქულა ახოს განაც მშვენიერი და ნიკოლოს. პირველ რიგში რაც მინდა რომ თქვა, ძალიან მომეწონა ეს კრეატიული აზროვნება. აუ ძალიან გამეხარდა. რომ ესეც ამასაც ნიჭი უნდა და მიგნება, კი ბატონო. რომ ნინოს დაბადების დღე, მე სულ არ მახსოვდა შენი დაბადების დღე თუ იყო. ნუ არ შეგახსენებია, ჩემ მართალია, მაგრამ შენივრად გამოვიდა. შენივრად გადავინაწილებთ ავარდებს. კაი ფანდი ჩაატარა. რა ვიცი, ახოსაც მინდა დავეთანხმო, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა. მაგრამ მაინც დღეს 10-ს დაგიწერთ მე. აგინდა, მშვენიერი, წარმატებები, ჩემო კარგო, წარმატებები. კარგად მივდივართ, გადასარევი, მე უბრალოდ ერთ შეგახსენებთ, რომ დღეს შეფასდება ჩვენი კონკურსანტები, ხვალაც ასევე შეფასდებიან და უკვე ამ ორი გადაცემის ჯამში დაითვლება ქულები და გავარკვევთ, ვინ დარჩება და ვინ დატოვებს პროექტს. ასე რომ, სცენა უნდა დაუთმო ლიდია ოქუაშვილს. აპლოდისმენტები.
ცეცხლის სამში გამხვიე ჩემი გული შადაგოდადახიე ხელებს ითვა ცეცხლის სამში ლიდია ოქუაშვილი გადასარევი დაიწო რა აი ჯიგარი დაიწო აბა დი ნახოთ როგორ აუწო მომეწონა იცი რა არის გამიკვირდა მაგრამ მოუხდა ლიდიას ეს დოლგამონის არა იმიტომ რომ სხვა ჟანრის ძალიან უხდება რაღაც სხვანაირებს ვღერო და რაღაცა მაგრამ მომეწონა ნამდვილად რაღაცეებს დავხვეწავდი მაგრამ ძალიან ორგანული იყო შენ ხმას ძალიან მოუხდა და კიდევ თუ რაღაცას გააკეთებ პატარა პროგრამასავით მე ვფიქრობ რომ ძალიან მოთხოვნადი იქნება მსგავს ჟანრშიც რომ მოსინჯო თავი 10-იან 10 ქულა მშვენიერი დიდი მადლობა აბა გია გისმენთ ჩემო კარგო ხო მე ხარ რო გითხრათ ახლა ხშირად არ უყურებ ქართულ მას არხებს მაგრამ რაღაცათო უყურებდი რამოდენიმე არხს იმიტომ რომ ვიცოდი რომ უნდა ყოფილიყავი და ისე და მე მგონია უფრო წინა ტურებში უფრო ძლიერი იყავით თქვენ მე ესე მგონია უფრო მეტი შესაძლებლობა გამოხატეთ წინა ტურებში სად წავიდა ჩემი მხიარული გია რა ქულა გადასარევი მშვენიერი ქულა გია რატო ხარ უხასიათოდ მითხარი? ძალიან მომეწონა ლიდიას ამ შესრულება, ნამდვილად განსხვავდებოდა იმ წინა შესრულებებიდან, რაც ახლა გააკეთა ამ ჟანრში პირველად მოვისმინე, შეიძლება ითქვას. შეძლებია ამ ადამიანს. ნუ ჩემი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ საესტრადო თანამედროვე სიმღერებს ძალიან კარგად ასრულებს, ძალიან მოუხდა აი ეს დოლგარმონით და კლარენტის ჭიჭყვინში, მისი ჭვიტინში, მისი ხმა 10-იანი. 10 ქულა, დიდი მადლობა და 10 ქულა ნიკოლოზისგანაც. დიდი მადლობა. წარმატებები ჩემო ლიდია, ჩემო ძირფასო, მოკლედ გავაგრძელოთ და დავით ჩიხლაძე უნდა მოვიწვიოს სცენაზე, კიდევ ერთი კარგი კონკურსანტი, კარგად ახსოვს ჩვენს ტელემაყურებელს და ვნახოთ ცოცხალი შესრულებით, როგორ გაართმევს თავს ამ სიმღერას, რომელსაც იგი შემოგთავაზებს. წავედით. აბა ბიჭებო, ერთი ხანაღურად საველით შევიდეთ. ტემპი არ დავაგდოთ. Şameceda şenagena tsamale şeni çirime şenagena tsamale şeni çirime abatala
შენაგენაცამალე შენი ჭირიმე შენაგენაცამალე შენი ჭირიმე ბრავო დავით ჩიხლაძე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბიჭებს მოდი დავით და მოვისმინოთ შეფასება და დაიწყებს ნინო რა. მომწონს ეს ტური იმდენად კარგ ხასიათზე ვარ და იმდენად ჯიგრულად მიმდინარეობს, რომ ძალიან მომწონს ყველაფერი. 10-იანი. 10 ქულა გადასარევი. 9 ქულა გიასგან დიდი მადლობა უთქმელად. 10 ქულა ვახოსგან გადასარევი და ნიკოლოზ. 10 ქულა მშვენიერი აპლოდისმენტები. მშვენიერი ქულები იყო, გილოცავ, ჩემო კარგო, გილოცავ. და სცენა მინდა ეხლა დაუთმო კარგ ადამიანს ლიპარტელიანის გვარის წარმომადგენელს გიორგი მობრძანდება სცენაზე და მოусმინოთ ცოცხლად როგორ შემოგთავაზებთ სიმღერას. აბა წავიდეთ. ბაღდადზე გავშლის უფარას ზედაგით გავათო კიდღვინოს ეგებს შეთორე შავთვალება უნებლიე თემა Nino me agali shromi tsotskhlo rashobia chen samodani gori tsotskhaltes მოგიზიდა ორათაჯალის ქორფამტოვანი გურიცოცხალთეს მოგიზიდა ორათაჯალის ქორფამტოვანი იმას კი არ ამბობე ამას რისთვის შადია თუ გასწარმოდგენილი დილი შემოტანილი პატარს იცაგერებილი და კიდევ მიტევწვანილი ჯან აი ჯან აი ჯან აი ჯან აი ჯან
უვინოთა ცხოვრება აბა ვისე გადრება ღვინო არის სამოთხე ჩემი აბალადიდება მელოროთა მოყოდები ნუ ჩამსებს კუბოშია სუყვერას ეკემედები ჩამწვი დიდი ჯორაშია ჩამ აია 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 მადლობა ბიჭებო, დიდი მადლობა გადასარევი მთელი ესე იგი ამოწურა ერთი კაი პურმარილის კარგი სიმღერები, კარგი ხასიათი. ნამდვილად, დღეს ძალიან კარგი ტურია, მაგრამ აი ესეთი ღირსეულიათიანი და ესეთი ღირსეული გამოსვლა მართლა გამოვარჩევდი შენ გამოსვლას. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ როგორც არტისტიზმით, რეპერტუარით, ყველაფრით ორგანული იყო და ძალიან შეკრული იყო. ძალიან დიდი მადლობა. ათიკულა, დამსახურებული ათიკულა გია. ნუ არ ვიცი, საოცარი იყო რა. ამ ერთ პატარა სიმღერაში სამწუთიანში გვაჩენ შენი ხმაც, აი რაც შეგეძლო შესაძლებლობები ჩემო საყვარელო, მაგარი კაცი ხარ, გაიხარე. 10-ს კი არა 20 დაგიწერდი. 10 ქულა, მშვენიერი, დიდი მადლობა. მაგრამ ღერი ხარ და მაგარი კაცი ხარ. გაიხარე. დიდი მადლობა გია ჩემო კარგო. მადლობა, ვახო. სალამი, ძალიან მაგარი გამოსვლა იყო ნამდვილად, მინდა ვთქვა, აღნიშნო. ეს პოპურიც ძალიან კარგად იყო თავი მოყრილი და რა თქმა უნდა, ქორეოგრაფიული ნაწილი ძალიან კარგი იყო. მივესალმები ესეთ გამოსვლებს ყოველთვის, მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ კარგი საფინალო ნომერი იყო, ამიტომ 10-იანი შეჭრა. მშვენიერი, დიდი მადლობა ვახოს, მე მიხარე. სიტყვას ვიტყვი. აუცილებლად. არაფერი არ მაქვს შენიშნა. კარგი იყო, კარგი ბიჭი ხარ. ბატონო გია, რომ ვიცოდეთ, ძალიან ისეთი მოწესრიგებული, სტაბილური მონაწილეა ჩვენი კი ბატონო და შესაბამისად დღეს პირველად სრული 40 ქულა დაიმსახურა ჩვენმა გიორგიმ. წარმატებები. აბა შენიც წარმატებები, ჩემო კარგო. დღევანდელი დღე დამთავრდა, რა თქმა უნდა, დღევანდელი ქულები კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ხვალინდელ ქულებს დაემატება და გავიგებთ უკვე შედეგებს ხვალ ჩვენი შეხვედრის შემდეგ, მანამდე კი Sivodes mega vihdishen chagatsve barashagajak ar shagatsivde sauida hop hop argia ja crash moida shenaje Erti achi makanevino raikneva magdu chebushi erti achi makanevino
შენადი და მაღში ვაკეი პოვადე წვიმასლიდეს ემეგა ვიხდი შენ ჩაგაცმე ბარაშაკაჯარ აშაგაცი Mesurnel da karadakar da kartnovit da irasa mesurnel da karadakar da kartnovit da irasa tu kharasa kartvelos shvili nu momaklep matkvir hangsa tu kharasa kartvelos shvili მე დაგემშვიდობებით და დაგიტოვებთ რაულის ახალი სიმღერით და ხვალ შევხვდებით. ჯიური, დიდი მადლობა ძვირფასებო, ხვალ შეკრიბავთ ისე აუცილებლად ჩვენ კი მოусმინოთ რაულის. დროებით, ხვალამდე.
პატარაც ამიდა პატარაზე მე თუ მარესაბა დარდი ვარ გუნესაბა ხვალ იქნება არც ვიყო